მოდი მოვისმინოთ დღეს რას პასუხობდა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ერთის მხრივ მან განაცხადა, რომ ადამიანურად გულდასაწყვეტია ის მდგომარეობა და ის ვითარება, რომელიც ახლა არის, თუმცა კობახიძეს არ დავიწყებია ხაზი გაესვა იმისთვის, რომ კორუფციასთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე უკომპრომისოა და ამის ყველაფრის კონტექსტი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციას და კორუფციონერობას არავის პატიობს. მოვისმინოთ კობახიძის განცხადება. ძიმე დანაშაული აღიარა ირაკლი ღარიბაშვილმა, რატომ არ ხდება მისი დაკავება? მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებით კომენტარი გავაკეთო, რა თქმა უნდა, დასანანია ძალიან ყველაფერი რაც ხდება. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება. თქვენ როგორც მის თანაგუნდელს, მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი როდის შეგეპარათ, ბატონო ირაკლი? ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს, ადამიანურად ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ის რაც ხდება. ქვეყანაში ყავდა პირველი პირი, რომელიც მილიონებს იპარავდა, თურმე და ის დღეს მას აღიარებს და არ არის დაკავებული. ვის ვკითხოთ? თქვენ უნდა გეხაროთ. მართლა ნერვიულობ. თქვენ უნდა გეხაროთ ერთი რამ. პასუხებს რომ ვერ ვიღებ. კი, ამაზე ნერვიულობ. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ უკანონო შემოსავლებს წლების განმავლობაში იღებდა. მე მაინტერესებს უბრალოდ თქვენ როგორ გჯერათ. ეს ბიძინა ივანიშვილმა წლები არ იცოდა? მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა ეს? შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ბატონო ირაკლი, როდიდან? ყოველთვის ასე იყო. მე მინდა შეგახსენოთ, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში, ბატონო. შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემოbrunდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ხელობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ასეთ ფაქტს. ხალხს ჰქონდა ადგილი ბატონო ირაკლი პოლიტიკაში. არ შევდივარ. მე შეიძლება გქონდეს ჩემი შეხედულებები, მაგრამ ამ კითხვებზე არ გავცემ პასუხს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია. და რამდენიმე წლის წინ გამომძიებელი ჟურნალისტები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ჩარტერით გადააფრინა შეერთებულ შტატებში. თქვენ მაშინ გაგიჩნდათ კითხვა მის კეთილსინდისიერებაზე, იმიტომ როგორც მახსოვს, თქვენ იცავდით მაშინ ღარიბაშვილს. აღმოჩნდით თუ არა მართლები, ბატონო ირაკლი? ერთი და იგივე შეკითხვას მისვამთ სხვადასხვა ფორმით. მე კიდევ ხო აღმოჩნდა თუ არა მართალი, როცა ამდენი წელი საუბრობს ღარიბაშვილთან. თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. როგორ იპოვა ღარიბაშვილმა? როგორ დააგროვა ეს ხური? თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. ხო, იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, რაც არ უარყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს. ეს იყო კობახიძის კომენტარი, ამას გარდა კიდევ ერთი კომენტარი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ასევე ვაჩვენეთ ესეც, სადაც ის ამბობდა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც მას ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე პასუხი მან მიიღო, თუმცა მედიასთან და საჯაროდ არ იტყოდა, მაგრამ საგამოძიებო უწყებებს უნდა დაელოდოს საზოგადოება უფრო მეტი დეტალის გაგებისთვის. ამ განცხადებებიდან რა იკვეთება, რამდენად ამჟღავნებს ემპათიას ღარიბაშვილი კობახიძისადმი, ან რამდენად უნდა ველოდოთ იმას, რომ უკომპრომისო იქნება მართლაც ქართული ოცნება კორუფციისადმი. სინამდვილეში დრო ვის სასარგებლოდ უფრო მუშაობს, კობახიძის ფლანგის თუ ღარიბაშვილის და ლილოაშვილის ფლანგის? ეხლა აი ამ ინტერვიუში თუ რაც კომენტარში ხო, რაც კობახიძემ გააკეთა, აქ ცალსახად ზუსტად ის ჩანს, რასაც რამდენიმე წუთის წინ თქვი, რომ ქართულ ოცნებას აქვს მცდელობა ეს ფაქტები, რომელიც არის თავისი ყოფილი გუნდელების დაკავება თუ დაკითხვა და გამოძიება, ეს ყველაფერი გამოიყენოს PR-ისთვის ასევე, იმისთვის, რომ წარმოაჩინოს თითქოს აი ქართული ოცნება ებრძვის კორუფციას. ანუ ეს ყველაფერი უნდა შეიფუთოს ისეთნაირად, თითქოს აი ეხლანდელი ქართული ოცნება რაღაცნაირად გაიწმინდა კორუფციისგან. სხვათა შორის ეგ მართლაც ყურადღება მისაქცევია, რაც კობახიძემ თქვა, ბიძინა ივანიშვილი როცა შემოვიდა პოლიტიკაშიო, მან ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა თავიდანვე, რომ ის მოვიდა
აი შიდა კორუფციული სქემების მოსაგვარებლად. მართლაც მასეთი მინიშნება გააკეთა, როცა მოვიდა. რაც ნიშნავს ახლა ჩვენ რო ვთარგმნოთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ახლა ვიღაცას თუ უნდა დაიჯეროს, ამას კიდე დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის, თუ ვიღაცას უნდა მართლა დაიჯეროს, რომ კორუფციისგან გაიწმინდა ქართული ოცნება, ეს მისი უფლებაა, ვერავის ვერ შეუზღუდავთ დაჯერების უფლებას, მაგრამ ეგ რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. რეალობაში არის ის, რომ ეს ქართული ოცნება შიგნით არ არის მთლად ისეთი ჯგუფი, რომელიც აი ძალიან ერთმანეთზე ზედამთვარე ამოსდით, ანუ ძალიან სხვადასხვა ფლანგებისგან შედგება და ნუ იქ ეხლა ღარიბაშვილის ეს ფლანგი ეხლა მთლიანად დაკარგა ძალაუფლება. ყველა ის ადამიანი, რომელიც არის გამოძიებაში, რომელიც არის აი დაჭერის საფრთხე, რომლებიც დაიჭირეს მათ შორის და მომავალშიც კიდე რომელიც რისკის ქვეშ არის, ყველა ეგ ადამიანი იყო მაგ ჯგუფთან დაახლოებული პირი. დანარჩენი სხვა კორუფციული სქემები, რომლებიც სხვა ჯგუფებია ჩართული, იმათ რა თქმა უნდა არ იძიება, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ, ქართული ოცნების მხრიდან რა თქმა უნდა იქნება იმის ცდელობა, ისე შეფუთონ ეს ყველაფერი თითქოს აი ეხლა უკვე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჩვენ ამაში სულ სხვა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ამ პროცესში. ეხლა უკვე ქართულ ოცნებას მართლაც შიდა წმენდა აღარ დარჩა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენ ვიცით საპარლამენტო არჩევნებით და აი ამ თვითმმართველობის არჩევნებით აიღო კოლოსალური ძალაუფლება. ვიღაც ადამიანებს შეიძლება სჯერათ და უნდათ რომ სჯეროდეთ იმის რომ თითქოს ისინი რომ არ მონაწილეობდნენ არჩევნებში არ მივიდნენ და საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადეს, ამითი დაასუსტეს ქართული ოცნება და ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია ვეღარ მიიღო. ვიღაც შეიძლება ამის რწმენა უნდა რომ კონდეს, მაგრამ სინამდვილეში ქართული ოცნება არ დასუსტებულა ამ ბოიკოტით და ამ არჩევნებში არ მონაწილეობით. ვინც არჩევნებში არის მონაწილეობა, სინამდვილეში მათმა გააძლიერეს ქართული ოცნება და ეხლა აიღო 80% საბოლოო ჯამში და დამერწმუნეთ რომ არავინ არ თulis დასუსტებულად, არც საზღვარგარეთ არ თulis არავინ ქართულ ოცნებას დასუსტებულად, არც ქვეყნის შიგნით არ გამოიყურება ქართული ოცნება სუსტად იმ გაგებით რომ თავის თავს აძლევს ყველაფრის უფლებას და ვერავინ პასუხის გამცემი ვეღარ არის, იმიტომ რომ სრული ძალაუფლება აიღო თავის ხელში. ამიტომ ის მიმართულება, რომელიც იყო აი ეს კოლექტიური ოპოზიციის მხრიდან დაორგანიზებული, ის სრულად კრახით ჩავარდა და ამიტომ ეხლა არის ქართული ოცნება გადასული შიდა წმენდაზე. კითხვები, რომელიც უნდა არსებობდეს ხალხის მხრიდან ამ კუთხით არის ის, რომ თუ მართლაც ამხელა დანაშაულებებზეა საუბარი, თუ ამხელა დანაშაულებს აღიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მაშინ მართლაც ეს ჟურნალისტები რო ეკითხებიან რატომ არ არის დაკავებული, ეგ მართლაც საინტერესოა, რატომ არ არის დაკავებული, თუ აღიარა ყველაფერი და თუ გამოძიებაც ამას ედავება, ხო? ეს არის ლაპარაკი არის უმძიმეს დანაშაულზე. საერთოდ ქვეყანაში ძნელად არის წარმოსადგენი, უფრო ნუ ეხლა ღალატი არსებობს, რომელიც აი სხვა ხო მტერს როცა ეხმარება რომ შენი ქვეყანა გაანადგუროს, ეგ არის მაგაზე მძიმე და ესეც არის უმძიმესი დანაშაული, როცა შენ ძალაუფლებას იყენებ ბოროტად და მთელი ეს თანხები ფულის გათეთრება იქნება თუ ძალიან სამწუხარო ისინი ჟღერდება, ანუ მიმართულებები, რომლითაც ფული კეთდებოდა. ეხლა რომელ პირებსაც იჭერენ, რაღაც ისეთ ბიზნესებს და ისეთ ფულის გათეთრების მექანიზმებს
ასაჯაროებენ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურობაა. ჩვენ როცა ვიძახით, რომ ქუჩაში რომ გახვალ და ყოველ ნაბიჯზე ნარკომანიის პრობლემა, ეს რომ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი არ იყოს, ხო გამორიცხულია რა, ეგ ხო არავის არ ჯერა, რომ ეგ თითქოს მიწის ირი ატაკქვეშეთა რაღაცა ის არის, ორგანიზაციები აკეთებენ ამას. ეს არის ჩვეულებრივი მაღალ ჩინოსნები, რომლებსაც უზარმაზარი გავლენა აქვს ამ ქვეყანაში. პირდაპირ სასამართლო იმას ემორჩილება, ძალოვანი სტრუქტურა იმას ემორჩილება, აი მასეთი ადამიანების დონეზე გაკეთებული ბიზნესია და რა თქმა უნდა, ეხლა ქართულმა ოცნებამ ამაში აიღო კიდევ უფრო გაიზარდა მათი ძალაუფლება და მათ წინააღმდეგ, ზოგადად კორუფციული სქემების წინააღმდეგ თუ ნებისმიერი სხვა სქემების წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება ოპოზიცია. ფაქტი ის არის, რაც ირკვევა და ჩემი აზრით, რაც აი ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის რაც მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში, ახლა საბოლოო ჯამში ახლა ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ღარიბაშვილი კარგი კაცია თუ ცუდი კაცია, ხო? კონკრეტულად ლილუაშვილი და ფარცხალაძე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურს თუ არ ასრულებდა, ეგ მე ეჭვი მაქვს, რომ დიდად არც არავის არ ჯეროდა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ისინი თავის სამსახურს. უბრალოდ ეხლა ირკვევა ის, რომ ქართული ოცნებისთვის მიუღებელი პირები გახდნენ და სახელმწიფო ეს სტრუქტურები გამოყენებულია ეხლა ჩვეულებრივად მათი აი ეს ბიზნესების, ფინანსების ამოღებისთვის. ეხლა უცნაურად რაც მეჩვენება ამ პროცესში არის ის, რომ ჯერ მთლად ადეკვატური დამოკიდებულება არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართულებით. ანუ მაგალითად ღარიბაშვილმა აღიარა, ასე გამოაცხადეს, რომ დანაშაული აღიარა, ის რომ უკანონო თანხები შესდიოდა, ეს აღიარა, მაგრამ ღარიბაშვილი არ არის დაკავებული, ის უბრალოდ მოწმის სტატუსშია, ხო? ეს არის რაღაც უცნაური თვითონ მოცემულობა არის ძალიან უცნაური. ხელისუფლება ამ ასე რო აყენებს საკითხს. ფაქტია, რომ ამით ამჟღავნებს იმ ცალსახად რაღაც არანორმალურ სამართლებრივ მოცემულობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, იმიტომ რომ ეხლა ჩვეულებრივ ნებისმიერ სხვა მოქალაქზე კანონი სხვანაირი სიმკაცრით მოქმედებს ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე კანონი გაცილებით უფრო უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში ბევრად უფრო მკაცრად ჯერ დააკავებდნენ, ახლა მაგალითად ადამიანებს აკავებდნენ ევროკავშირის დროშის დაწვისგან, ხო? რა შორს მივდივართ, ევროკავშირი რომელიც ქვეყანაც არ არის, რომ რომელიღაცა ქვეყანამ ეს შეურაცხყოფად მიიღოს, ევროკავშირი არის პოლიტიკური გაერთიანება და მაგის დროშის დაწვის გამო აკავებდა ქართული ოცნება და ჯერ აკავებდა და სასამართლოს მერე იწყებდა, ხო? და ეხლა როცა ლაპარაკი არის უმაღლესი თანამდებობის მოვალეობის და ძალაუფლების გადაჭარბებაზე და კორუფციული თანხების მოპარვაზე და მითვისებაზე, რომელიც არის უამრავი, ანუ მილიარდებს აღწევს უკვე, რაც აი ქართულმა ოცნებამ რაც გაასაჯაროვა, არის უკვე მილიარდს უახლოვდება ციფრი. თლიანობაში ეს ყველაფერი რო შევკრიბოთ, ხო? და მაგაზე ისეთი რეაგირება, რომ აი რაღაცა მოწმის სტატუსშია და გამოძიება დაადგენს და არ ვიცი საბოლოო ჯამში ის გადაწყდება თუ ეს ცალსახად არის
არაადეკვატური ზოგადად სამართლებრივი თვალსაზრისით ქვეყნის მდგომა. აქ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ქვეყანაში რა მდგომარეობა თო ეხა ის ადამიანები კორუფციაში როყვნენ და ესენიც ვინც ახლა არიან ხო მაგას რა თუნა ლაპარაკი ქართული ოცნება კორუფცია აბა მეტი დანიშნულება ქართულ ოცნებას არც აქვს ხო და აქედან გამომდინარე ეხლა თუ ვიღაცას გონია რომ აქ საინტერესო უნდა იყოს ის საკითხი ქართული ოცნება რამდენად მოახერხებს ამ პროცესით ისე შეფუთოს თითქოს კორუფციას ებრძვის ხო ეგ არის საბავშვო ბაღშიც არ უნდა დაიჯეროს არავინ იმდენად სისულელე მიმართულებაა ზოგადად ამ ყველაფრის აქ სინამდვილეში ქართული ოცნება რაღაცა შიდა დაპირისპირებაა ის ადამიანები მოღალატეები აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგეებს შეეკრნენ თუ ამათი წილი ფული იპარეს თუ რა მოხდა ფაქტია რომ მიუღებლები აღმოჩნდნენ და ეხა უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურები მათ სჯის ხო რამდენად სჯის რამდენად ადეკვატური იქნება ეს რეაგირება ეგ ჯერ არ ჩანს ჯერჯერობით რა განცხადებებიც კეთდება საკმაოდ ისეთი განცხადებაა რომ ყოველ შემთხვევაში ეგეთი ეჭვიც უჩნდება ზოგიერთ ადამიანს რომ შეიძლება საერთოდ არ დასაჯო